მოგესალმებით რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა შუადღის სტუდია მე კოკა კვირკველია ვარ გადაცემა რომელსაც რადიო პალიტრა წარმოგიდგენთ ასევე ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის პირდაპირ ეთერში და გადაცემა რომელიც ასევე ტრანსლირდება ონლაინ TV პალიტრა ნიუსის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. დღეს ექსკლუზივს გთავაზობთ ახალგაზრდა პოლიტიკოსი მინდა წარმოგიდგინოთ ანზორ ბიწაძე, რომელიც გახლავთ დემოკრატიული მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. გავიგებთ მისგან რატო აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, რა ღირებულებებით მოდის, თუ მისი სახელი და გვარი გეცნობათ, მაგრამ ბუნდოვნად, კარგად მინდა გაგახსენოთ, ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის შვილია. ანზორ, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ვარ თქვენი რადიოს ერთგულის მსმენელი და ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია თქვენი რადიოდან. მეც ძალიან გამიხარდა, რომ აი ეს პირველი ეთერი ჩვენ შემოგთავაზეთ. ბატონო, პირველი რაც მინდა გითხოთ არის, რატომ პოლიტიკა თქვენ გქონდათ ყველანაირი შანსი, რომ სერიოზული კარიერა გაგეკეთებინათ აბსოლუტურად სხვა პროფესიით, მაგრამ შემოდიხართ აი ამ გაურკვევლობაში, რომელიც რეალურად გავს ლატარიას, ან გაგიმართლებს ან არა. აი ამ ყველანაირი კარტ ბლანშის მფლობელი ადამიანი მოდიხართ გაურკვეველი მომავლის მქონე სფეროში, რატომ? ნამდვილად დაგეთანხმებით იმ შეფასებაში, რაც თქვენ ახლა გააკეთეთ. უბრალოდ ალბათ აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ შინაგანი მოთხოვნილება რომ ემსახურო შენს ქვეყანას და მე უბრალოდ ვთვლი, რომ დიდი ხანია უკვე დადგა საქართველოში ის დრო, რომ ყველა მის გააკეთოს, რაც შეუძლია. ანუ ის თუ ის გაკეთების საშუალებას მიცემს მას ცხოვრება, ბედიღმალი, თავის შესაძლებლობები და ასე შემდეგ. 10 წლის წინ, როდესაც დემოკრატიული მოძრაობა დაარსდა, ეს იყო 2008 წლის 23 ნოემბერს, მაშინ მე დავიწყე მოღვაწეობა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად საწყისი პოზიციებიდან აბსოლუტურად ყველა პოზიცია, რომელიც შეიძლება გაიაროს ადამიანმა პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობისას, ეს პოზიციები გავიარე. ხო ის ძველი გამოთქმა რომ არის შინაურღუთა შენდობა არ აქვს, ასე ვთქვათ, ყველა საქმიანობის შესრულება მომიწია, რაც შეიძლება ასეთი ტიპის ორგანიზაციაში ადამიანმა გააკეთოს. თუმცა პოლიტიკის ატრიბუტი რაც არის ვთქვათ იქ დებატები და ასე შემდეგ, იქ თქვენ არ ჩამდით არცად. ანუ შიდა პოლიტიკა, შიდა პარტიულ პროცესებში იყავით ჩართული. დიახ, რა თქმა უნდა, ძირითადად ვიყავი საორგანიზაციო საკითხებით დაკავებული, იმიტომ რომ ყოველთვის ვთვლიდი და ახლავს ვთვლი, რომ ადამიანმა უნდა გაიაროს ძალიან ბევრი ეტაპი რაღაც გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმამდე. და ახლა უბრალოდ უკვე ჩავთვალე, რომ არის იმისი დრო, რომ ჩემს თანამემამულეებს, ჩემს თანამოქალაქეებს გავაცნო ის მოსაზრებები, თუ რა მოსაზრებები არსებობს, რა ხედვა არსებობს დემოკრატიულ მოძრაობაში და იმ ახალგაზრდულ ნაწილში, რომელიც ჩვენ პარტიას ხარს უჭერს და რომელიც ჩვენ პარტიას ახლავს თან. ანუ კომფორტულად გრძნობთ ამ ნაწილში თავს და რაღაცა კარგავს. სიმართლე გითხრათ, მიმართულებით კარიერაზე არც კი ფიქრია. არა, სიმართლე გითხრათ, კომფორტთან და კარგად ყოფნასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი შეხედულება მქონდა ყოველთვის, არასოდეს არ ვარქმევდი ჩემს მიზანს და ჩემს გაზრახვას, არ ვაძლევდი ასე ვთქვათ სურვილის კვალიფიკაციას. თუ ადამიანს გაქვს მიზანი და ამ შემთხვევაში მიზანი არის, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რამდენადაც შეუძლებთ, რამდენადაც ეს ქვეყნისაც საჭირო იქნება ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ, ეს უნდა განხორციელდეს და ვთვლი, რომ ამისათვის ალბათ საჭირო იქნება მეტი საჯაროობა, თუნდაც იმიტომ რომ არ გახდეს რაღაც კონსპირაციული თეორიების წარმოშობის საგანი, რომ ვინ რას აკეთებს ორგანიზაციაში, ვინ ერთი არის დაკავებული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ რასაც აკეთებთ საერთოდ მაქსიმალურად საჯაროობის და გამჭვირვალობის მომხრე ვართ ჩვენი ორგანიზაცია ყველა პოლიტიკურ პროცესებში და სამწუხარო არის რომ ძალიან ბევრი რამ რაც ხდება და ბევრი ეს გარიგება იქნება, შეთანხმება იქნება, ზოგჯერ შეიძლება ცუდიც არაფერი არ იყოს ამაში, ხდება ასე ვთქვათ სცენის მიღმა და საზოგადოება ამის შემსწრე არ არის. ამის მომხრენი ჩვენ არ ვართ. ამიტომ ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ მეტსაჯაროობაზე გადავდივართ. ჩვენი ორგანიზაცია მალე დაგეგმილი არის ხართ დემოკრატიულ მოძრაობაში, ხო? დიახ, მალე რა თქმა უნდა, სხვაგან არის. რა თქმა უნდა, პარტიის არჩევას ბევრი არ მიფიქრებს, იმათლე გითხრათ. ამთვის უბრალოდ ამთვის ბოლოს გამოცხადდება ალბათ, შემდეგი თვის ბოლოს გამოცხადდება ალბათ თარიღი, როდესაც ჩატარდება დემოკრატიული მოძრაობის მორიგი ყრილობა. და ძალიან ბევრ საინტერესო გეგმებს, ხედვებს და წინადადებებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებსაც. საინტერესო იქნება დარწმუნებული ორ ოპონენტებისთვისაც და სრულად პოლიტიკური სპექტრისთვის თუ როგორ უნდა
გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით მდგომარეობა არის არც თუ სახარბიელო. განსაკუთრებით აი პირადად მე გეტყვით, რომ როგორც ერთ ამომრჩეველს, როგორც ერთ მოქალაქეს მაწუხებს აი მაგალითად ესეთი რაღაცა, რომ გავაკეთოთ ერთი წუთით შევხედოთ, გავაკეთოთ კლასიფიკაცია, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. რა არის საქართველოს მოქალაქის დღეს უმთავრესი დღის წესრიგი? როგორ გამოკლებოს საკუთარი ოჯახი, როგორ იშოვოს სამსახური, როგორ უზრუნველყოს საკუთარი შვილის სწავლა-განათლება, რა ეშველება იმ უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია. და აქვს თქვენ ამაზე პასუხები ყველაზე, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია სტარტი, როგორი იქნება თქვენ ხართ ახალგაზრდა, რომელიც შემოდიხართ პოლიტიკაში. ამიტომ კრიტიკით არ შემოვიფარგლები ამას დაკავშირებით, მაგრამ აი უბრალოდ რას მინდა გავუსვა ხაზი. ეს არის საქართველოს მოქალაქის დღის წესრიგი. რა არის დღეს პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგი? პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგი არის, რომ ბოდიშით ახლა გვარების დასახელებისგან თავ შევიკავებ, ამან მეორე ადამიანს გადაუგზავნა მესიჯი, მაგრამ მივიდა მესამე ადამიანთან, ამან ჩემზე ისქვა, იმან ჩემზე ისქვა. ვიღაცების პირადი ცხოვრება და ასე პირადი ცხოვრება, მე ამაზე ნაწყენი ვარ, ამ ფრაქციიდან გამოვედი, იმ ფრაქციაში შევედი და აი ამ ორ დღის წესრიგს შორის, იმ პრობლემურ დღის წესრიგს შორის, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობას და იმ დღის წესრიგს შორის, რომელიც აქვს პოლიტიკურ ელიტას, არის ძალიან დიდი უფსკრული და ეს უფსკრული არასად კარგი არასად სიკეთისკენ არ მიგვიყვანს. ამიტომ ჩვენ ფიქრობთ, რომ უბრალოდ ვალდებულები ვართ მაქსიმალურად გავაქტიურდეთ ჩვენი პარტიული ორგანიზაციები, ჩვენი მხარდაჭერები, ის ადამიანები, ვისაც ჯერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ თავაზობთ. გვაქვს შემუშავებული ყველა მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროგრამა, რომელიც გამზადდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სამწუხაროდ მას შემდეგ 3 წელი გავიდა და აქტუალობა არც ერთ პუნქტს არ დაუკარგავს, სამწუხაროდ. თუმცა მოხდება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მნიშვნელოვნად გადახედვა და თანამედროვე რეალიებთან. კი ბატონო, სანამ მივალთ ამ ნაწილამდე და უცებრად ჩაგეკითხებით, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები, მე მაინტერესებს თქვენს პარტიაში არიან სოლიდური სახელი და გვარები წარმოდგენილი ადამიანები, ნინო ბურჯანაძე, გუბა სანიკიძე, გიგლა ბარამიძე, მათ როგორ მიიღეს თქვენი ეს გადაწყვეტილება, რომ ასე აქტიურად შემოხვიდეთ პოლიტიკაში, რამდენად იყო დედის როლი, ნინო ბურჯანაძეს როლი ამაში და ავტომატურად ჩნდება კითხოს ბარემ ამასაც აქ დაგისვამთ, რაღაც მემკვიდრედ ხომ არ გაცხადებთ პარტიულში, თვითონ ხომ არ აპირებს განზე გაწევას ამ ეტაპზე მაინც. არავითარ შემთხვევაში დავიწყოთ იმიდან, რომ ძალიან ახალგაზრდაა და მით უმეტეს ახალგაზრდა გახლავთ პოლიტიკოსისთვის. ახლა საქართველოში მიეჩვია ყველა, რომ თქვა 30 წლის ადამიანი შეიძლება უცებ დავინახოთ, რომ რაღაც ძალიან ზემაღალ თანამდებობაზე არის, მაგრამ პოლიტიკოსისთვის დამერწმუნე ძალიან ახალგაზრდა ასაკი აქვს. არა, მე ახალგაზრდა იყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ნუ, გაცილებით უფრო უფროსი იყო, ვიდრე მე მივიღე სული მხარდაჭერა მთავარი საბჭოს წევრებისგან ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მოწმე იმ, ვთქვათ, შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. ანუ რომ დამსახურებულად და ღირსეულად გაქვთ ეს მხარდაჭერა, რომელიც გაქვთ. მე მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერის ამაში და მე უბრალოდ მექნება ჩემი მოგზაურებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ გავანდო საზოგადოებას ჩვენი გეგმები, ჩვენი ხედვები, ჩემთან ატოლებთან შევეცდები მაქსიმალურად ღია კომუნიკაციაში ვიყო იმისათვის, რომ ფიქრობ, რომ ის იმედგაცრუება, რომელიც ჩემს თანატოლებს აქვთ ზოგადად პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა სამართლიანია, მაგრამ ეს აზიანებს მათ, ჩვენ და ჩვენი ქვეყნის ხვალიდან მომავალს, ასე რომ ნახოთ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. კი ბატონო, დღეს ნამდვილად არის მოთხოვნა ახალ სახეებზე და მცდელობებსაც კი ვხედავთ, მაგრამ ეს ასე მკვეთრად შემდეგ უკვე არ ჩანს გაგრძელება ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფრის რთულია. ბრალებში ვეშაპების ფონზე თავი მალევე გამოიჩინო და დაემკვიდრო და დაამახსოვრო საზოგადოებას. რა არის პირველი, რასაც თქვენ გააკეთებთ, თქვათ ხომ არ ცდით იგივე, ბეც თუნდაც შუალედურ არჩევნებში, ან რისთვის ამზადებთ თქვენ თავს პირველი რაც უნდა გააკეთოთ ამ ნაწილში. იცით, არა, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც განხილვის დონეზე არ ყოფილა. მე საერთოდ არავის დაკნინება არ მინდა ამას რომ ამბობ, მაგრამ მე მოგახსენებთ ჩემ აზრს, ძალიან არასასიამოვნო არის, როდესაც ადამიანი გამოჩნდება მით უმეტეს საჯარო ასპარეზზე და ასე ვთქვათ, ტოვებს შტაბ-ჭდილებას, რომ ყველაფერი უნდა დღესვე და ყველაფერი უნდა მაქსიმუმ ხვალვე და ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ მაქსიმუმი ყურადღება მიიპყრონ, ცდილობენ რომ
მაქსიმალურად მაღალი პოზიციები დაიკავონ ან საკუთარ ორგანიზაციებში, რომელსაც წარმოადგენენ, ან ზოგ საერთოდ სახელმწიფო სამსახურში უნდა რომ ასე თქვა დილით მოვიდა და საღამოს მინისტრი იყოს. ასეთი მიდგომა დამღუპველია თავად ამ ადამიანებისთვის და დამღუპველია საერთო საქმისთვისაც. ასე რომ პირველ რიგში რასაც მე ვაპირებ არის ის რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ჩვენი ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან და იმ უფსკრულზე რომელზეც მე წახალ ლაპარაკობდი არ ვიყოთ ან უფსკრულის შუაში ან აქეთა მხარეს სადაც პოლიტიკური ელიტაა და მოსახლეობასთან საერთოდ დიალოგს არ აწარმოებს. ეს იქნება ჩემი უმთავრესი ამოცანა, ხოლო შემდეგ უკვე გვანახებს დრო, ვითარება ყველაფერი გამოჩნდება შორეულ მომავალში თუ ახლო მომავალში ამას შევხედავთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები, დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, ნამდვილად. და როდესაც გააკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია, ხო? მაშინ უკვე გამოჩნდება, ასე ვთქვათ, რისი სურვილი უნდა გქონდეს, რისი იმედი უნდა გქონდეს. და მე საზოგადოება თვითონ გადაწყვიტავს და თვითონ მოგცემს საზოგადოება მიმართულებას, თუ ყურადღებით მოусმენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას და თუ მიაქცევ მის ყურადღებას, საზოგადოება თვითონ მოგცემს მიმართულებას, რომ იცი, აი, შენ ამაში გამოადგები ქვეყანას. იცი რა, აი, აქეთ ნუ გადმოხვალ, ეს შეისაქმე არ არის. გარდა იმისა, რომ აკეთებთ განაცხადს, საინტერესოა სამოქმედო გეგმა, რომელიც გაქვთ ეს ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც პარტია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, მძიმედ ვიღაცებისთვის შეიძლება მსუბუქადაც ასოცირდება პრორუსულ ძალასთან და აღიქმება საზოგადოებაში ამნაირად. არ გიქმნით ეს დისკომფორტს, მით უმეტეს რომ თუ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდები უნდა მოიზიდო და ახალგაზრდები უნდა გახდნენ კონკრეტულად თქვენი მხარდამჭერები, სწორედ რომ ახალგაზრდებში ჭარბობს დღეს საქართველოში ანტირუსული განწყობები. აი პირველ რიგში დიდი მადლობა რომ წეხან გაიხსენეთ თქვენ ჩვენი პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა რუსეთის პირველ არხზე ზუსტად ერთი კვირის უკან. ეთერს გარეთ ვსაუბრობდით, თქო მე და თქვენ ამას. დიახ, მსმენელი რო არ დაიბნეს. მსმენელმაც რომ იცოდეს ამაზე ვისაუბრეთ. ნუ რადგან უბრალოდ ერთი კვირის წინ იყო აი ამ მაგალითს მოვყვანე. შეუძლებელია იმაზე მეტად პროქართული მე არ მიყვარს ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ისეც პროქართულები უნდა იყოს ყველა. შეუძლებელია აი ამაზე უფრო ხმამაღლა გამოხატოს საქართველოსთვის სასარგებლო და საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პოზიცია იმ ტელევიზიაში, რომელსაც 140 მილიონი ადამიანი უყურებს და შეიძლება მეტიც, როგორც ეს ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ის პრორუსული იარლი, რომელიც ჩვენმა პარტიამ მიიღო მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ გამალებული პროპაგანდა მიდიოდა იმისა, რომ ჩვენ ვიყავით არა პრორუსულს ვიჩივის, შემდეგ უკვე კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები წამოვიდა, რომ თითქოს რუსეთის ინტერესს გასატარებლად ვიყავით საქართველოში მოწადინებულები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ყოველთვის ხელისშემშლელი ყოფილა, იმიტომ რომ გინდა ადამიანთან საუბარი რაღაც განმარტებით გიწევს. როდესაც მართალი ხარ, განმარტების გაკეთება არ არის პრობლემა, მაგრამ როდესაც შენ განმარტების გაკეთებით იწყებ საუბარს, როგორც მინიმუმ დრო გეკარგება, ხო? თავის მართლების რეჟიმს გქონდათ, ხო? თავის მართლებას ვერ დავარქმევდი, უფრო განმარტებას, იმიტომ რომ არ თვლი ნამდვილად არ თვლი, რომ აი მე გასამართლებელი გვაქვს თავის, იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოსთვის. ჩვენ თვლით, რომ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთის გარეშე როგორც სახელმწიფო ვერ შედგება და უბრალოდ ფიზიკურად ბუნებაში ვერ ხედავთ რაიმე შანს ამ ორი უმძიმესი ტრაგედიის მოგვარებისა, თუ არ შედგება რუსეთთან ფართომასშტაბიანი დიალოგი და ამის ძალიან ტრაგიკულ, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად მნიშვნელოვან ნაბიჯებს და ასე ვთქვათ, ნიშნებს ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ. თუნდაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი წელი გავიდა უკვე რომ რამდენი წელი გავხდით მომსწრენი, რომ ჩავთვალოთ ტელევიზორს საზღვარმა გადმოიწია. ბოლო 4-5 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდით ასე გეტყვით, საქართველოში რაც ხდებოდა, იყო ნეგატიური, იყო ცუდი, ეს იყო საზღვრის ეგრეთ წოდებული დემოკრატია, რომელსაც ისინი ასე ვთქვათ, აგრძელებენ ასე ჯიუტად. შეუძლებელი არის დასავლეთში მხოლოდ მაღალი ტრიბუნებიდან ამაზე საუბრით ამ პროცესის შეჩერების. ეს არის შეუძლებელი. უნდა მიმდინარეობდეს ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და შემდეგ რა თქმა უნდა უწყებების დონეზე, რომ აი ეს მაინც შეჩერდეს, აი ეს მანკიერი პროცესი მაინც შეჩერდეს, რომ ალბათ ნახეთ რამოდენიმე დღის წინ უცხოელ ჟურნალისტებმაც გამოაქვეყნეს, რომ ადამიანი, რომელსაც თავისი ბაღის ნახევარი იქით აქვს, ნახევარი აქეთ აქვს, ვერ გადადის, ეს მაინც უნდა აღელაგმა ჩვენ ხელისუფლებას და ამაზე მაინც უნდა
მომხდარ იყო შეთანხმება და საუბარი რომ მოდით რა არის ისიც ჩვენ დავждეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ მოდით სანამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, იმას მაინც ნუ გააკეთებთ, რომ აქ თქვენი ჯარი აყენია და მოდით რა იქნება საუბრის დასაწყისისთვის, რომ ნორმალური ფონი მაინც იყოს, ყოველდღე ტელევიზორში მოგვაყურებინებთ, რომ საზღვარი გადმოდის. ეს მაინც ხომ უნდა გაკეთებული და ამ ნაწილში არ გამოყვებათ, ყოველთვის ვაჭრობს ხოლმე. ჩვენ როცა საუბრობთ პრორუსულობაზე, ამას ამყარებს ანტიდასავლური განცხადებები, რომელიც კეთდებოდა ნატოს მიმართ განსაკუთრებით ქალბატონ ნინოს მხრიდან. თქვენ ახსენეთ ინტერვიუ და მე მინდა მე არ მინახავს ეს ინტერვიუ და ვაპირებ აუცილებლად YouTube-ზე სავარაუდოდ იქნება. ვინც ნახა, ერთ-ერთი ჩემი სტუმარი არ მინდა სახელი და გვარი მისგან არ მაქვს ნებართვა და ვახსენო მიყვებოდა ამ დღეებში რომ მე ვნახე ეს ინტერვიუ და ძალიან მაღალი დონის ინტერვიუ იყო და ნინოს მხრიდან აი ეს ძალიან გამართული რუსული ცოდნა და მისი აი სუფთა პოლიტიკური ნაწილი ძალიან მძლავრად იყო წარმოდგენილი და მე მას პირდაპირ ვკითხე აბა მაშინ რაში დაუამა რამდენად იქნებოდა ეხლა რუსულ ტელევიზიაში რო გიწევენ თან ORT-ზე იქ რაღაცაზე უნდა წახვიდე დათმობაზე და ავტომატურად რო გამიჩნდა კითხვა იყო ეს ნატოს ნაწილი ზუსტად ეს მითხრა რომ კი ნატოს ნაწილში ის ამბობს რომ ნატო არ არის გასაგებით ჩვენი პრობლემების მე შემიძლია თქვენს ასე ფიქრობ მე შემიძლია ნამდვილად გითხრათ რომ ანტიდასავლურ განცხადებას მე ვერ უწოდებდი ვერცერთ განცხადებას რომელიც ჩვენი პარტიის მხრიდან გაკეთდა და მით უმეტეს მის თავმჯდომარის მხრიდან მაგრამ ჩვენ გვავიწყდება როდესაც ნატოზე საუბრობთ რომ ნატოს წესდებას აქვს მეხუთე მუხლი რა თქმა უნდა ადამიანებს ვინც ყოველდღიურად პოლიტიკით არ არიან დაკავებულები არ მოეთხოვებათ ის რომ საქმის კურსში იყვნენ ნატოს წესდების მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით მაგრამ რამდენჯერაც კი მივიდა მეტნაკლებად ახლოს საუბარი ჩვენ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოიშვა ასეთი ფორმულირება რომ იქნებ ნატოში მოხვდეთ მაინც ოღონდ მეხუთე მუხლის გარეშე მეხუთე მუხლის გარეშე ნატოში მოხვდა რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ ნატო არ იღებს ვალდებულებას იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს წინააღმდეგ რომელიმე ქვეყანა დაიწყებს საომარ მოქმედებას მისი დაცვისა მაშინ მე სვამ უბრალოდ კითხვას ვამ და აი არავითარ შემთხვევაში აპრიორი არ ვეწინააღმდეგები იმ ადამიანებს ვისაც სჯერათ რომ ამ ორგანიზაციაში ჩვენი გაწევრიანება რაიმე სიკეთეს მოგვიყვანს. აპრიორი სვამ კითხავს თუ ჩვენ თუ ჩვენი დაცვა არ იქნება გარანტირებული. რა გვინდა იდეა ფიქსია რომ სამხედრო ბაზა გქონდეს? უცხო ქვეყნის კიდევ ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა ჩვენ ტერიტორიაზე და უბრალოდ სვამ კითხავს რომ არის ოღონდ ნატო ცოტა სხვა ღირებულებებიც არის ამაში სხვა ვიცით რა სხვა ღირებულებებზე მე თვლი რომ თავის დროზე წუწუნებთ რა თქმა უნდა მყიფე სასამართლო მყიფე სხვადასხვა ინსტიტუტები ზუსტად ამ ნაწილში არის გარანტიები რომ მყარია და მყარდება ზუსტად ეს ნაწილი დემოკრატიული ნაწილი სიმართლე გითხრათ დემოკრატიულ და აი ამ ინსტიტუციონალურ ნაწილთან დაკავშირებით მე უფრო ვისაუბრებდი ევროკავშირში და ვიდრე ნატოზე. იმიტომ რომ ნატო მაინც არის სამხედრო ბლოკი და მოაქვს პირველ რიგში სამხედრო ბაზა ჩვენს ტერიტორიაზე და მივიღებთ იმ მდგომარეობას რომ ოსეთში იქნება რუსეთის სამხედრო ბაზა და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვა უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა და ეს დაგვაშორებს უბრალოდ პერსპექტივას აფხაზეთის და ოსეთის ჩვენს შემადგენლობაში და დაბრუნების პერსპექტივასთან. აი ეს არის პრობლემა და აი ამას ვამს ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება ღირებულებებთან დაკავშირებით მე ხაზს გავუსვამდი საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში ურთიერთობას, რისი არასოდეს წინააღმდეგის ჩვენი პარტია არ ყოფილა და პირიქით ყველანაირად მივესალმებით ბრიუსელთან თუ კი უფრო გაღრმავდება კავშირი და მართლა უფრო საქმიანი ფორმა მიეცემა იმ ურთიერთობას რაც გვაქვს. თუმცა ამაში ჩვენი ევროპელი კოლეგები გაცილებით უფრო თანმიმდევრულები არიან, ვიდრე ნატოს მაღალჩინოსნები, რომლებიც აგერ უკვე 15 წელია დადიან და გვეუბნებიან რომ კარები ღია. გასაგებია. სულ გრჩება რამდენიმე წუთი გადაცემის დასრულებამდე, უკვე 20 წუთია ეთერში ვართ, აუცილებლად კითხავენ ჩვენი ეთერის შემდეგ სხვა ეთერებში მაინც და სავარაუდოდ მოგიწევთ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მე პირდაპირ არც ვაპირებ. საუბრის დასაწყისისთვის რომ კომფორტი არ არის ჩვენი მიზანი და აუცილებლად ზათავართ ამაზე პასუხის გასაცემა. იყო იმ პერიოდში ისეთი რამ, რომელზეც ნანობთ დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებით ვგულისხმობ იმ პერიოდს, როდესაც ქალბატონ ნინო აქტიურად იბრძოდა ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ეს არის 2009-2011-12 წლები. პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ, პირდაპირ გეტყვით, რომ პირიქით მიამაყება, რომ ყველა ის სიმძიმე, რაც ამ ყველაფერს ახდა
გადავიტანე მასთან ერთად და რა თქმა უნდა ერთი წუთით აზარ წარმოსვლია რომ ოდნავ გვერდიდან მეყურებია ამ პროცესისთვის წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნებოდა მორალური უფლება იმ ხალხთან საერთოდ საუბრის ვინც კი ჩვენს გვერდით მაშინ იდგა შეიძლება იმ ეტაპზე მოძებნილი ყოფილიყო უფრო ეფექტური გზა ხელისუფლების შეცვლის მაგრამ ეცით რა არის ჩვენ საკუთარი რისკის ფასად ვცადეთ მაინც და მგონია რომ ძალიან დიდ შედეგს მივაღწიეთ იმით რომ გადავტეხეთ ასე ვთქვათ ის ძალიან მძიმე სურათი რომელიც უკვე იკვეთებოდა წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ მმართველობის ბოლო წლებში როდესაც აბსოლუტურად გამდგარი ჰქონდათ ფესვები საერთოდ ცხოვრების ყველა სფეროში და პოლიტიკური პროცესი იყო მკვდარი სამწუხაროდ ხელისუფლების ცვლილება ამას კი მოყვა მაგრამ ის თუ რა მივიღეთ ამის შედეგად ჩვენ კარგად ვხედავთ რა ხდება უკანასკნელი 7 წლის მანძილზე და ნამდვილად შემიძლია თქვა რომ იმედგაცრუება რომელიც თავიდანვე შეინიშნებოდა არსებული ხელისუფლების მოქმედებებში საკადრო პოლიტიკაში შემდეგ ეკონომიკურ პოლიტიკაში რომელმაც ამ მდგომარეობამდე მოგიყვანა და შემდეგ უკვე გაბრაზება ნამდვილად არის იმ ადამიანებში ვინც ისე ფიქრობს როგორც ჩვენ და ჩვენი მხარდაჭერები არიან ბოლო კითხვა დღეს რა მეთოდს მიმართავთ ბრძოლის ისევ ებრძვით ხელისუფლებას და ებრძვით რა კარგი გაგებით პოლიტიკოსების ვალია ებრძოლონ რა თქმა უნდა ჩვენი უმთავრესი ამოცანა მართლაც რომ არის საკანონმდებლო ცვლილების მიღწევა იმიტომ რომ მე ჩემი შინაგანი რწმენა არის რომ თუ ერთხელ და სამუდამოდ მოხდება საქართველოში ყველა ხელისუფლება რაზეც საუბრობს სხვათა შორის ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთხელ და სამუდამოდ მოხდება საქართველოში ისეთი კანონმდებლობის მიღება რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტში მოსახლეობის განწყობის პროპორციულად ასახვას და თვითონ საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას მაშინ მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს საბოლოოდ გათავისუფლდება იმ მოჯადოებული წლიდან რომელიც 91 წლიდან ვიმყოფებით გაიხსენეთ 91 15 19 კრიზისი იყო 3 წელი 8 წელში ომი იყო 2009-ში კრიზისი იყო რომ გადათვალოთ 6 წლის მანძილზე ყოველ 4 წელიწადში უღრმესი და უმძიმესი კრიზისი ჩვენ ქვეყანას ასე ვთქვათ ბედივით აქვს გამოწერილი მე დარწმუნებული ვარ რომ ამ მოჯადოებული წლიდან გამოსვლის ერთადერთი და თან ძალიან მარტივი ნათელი და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ხო? არა მარტო პროპორციულ სისტემაზე და ასე ვთქვათ სრულყოფა თვითონ საარჩევნო კოდექსის რომელიც უზრუნველყოფს ხმების დათვლის ისეთ პროცესს სამართლიანს ნამდვილად არ გამოიწვევს ეჭვებს არც მოსახლეობაში, არც საზღვარგარეთ, არც საერთაშორისო დამკვირვებლებში, რომელსაც დაეთანხმება ყველა პოლიტიკური პარტია და უკვე ვერცერთ უბრალოდ რა მოხდება ის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ძალიანაც რომ უნდოდეს დაეკარგება არგუმენტი ქუჩაში გამოსვლის და ერთხელ სამუდამოდ გადავალთ გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში, სადაც გაიმარჯვებს ის, ვინც იქნება უკეთესი და მოიპოვებს ვისი იდეები იქნება კეთილგანწყობას და არ ვიქნებით აი ამ მოჟადოებულ წელში, სადაც მინიმუმ 5 წელიწადში დგებით ძიმე კრიზისის წინაშე. დიდი მადლობა თქვენ, ქაბატონი ინოსის აქედან მიმართავ, სავარაუდოდ გიყურებს, ან ნახავს ყოველ შემთხვევაში. ჩემი შეპირება ძალაშია, მე თქვენ გელოდებით პეტიციით, რომელსაც ხელი უნდა მოგიწეროთ აი ამ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიმე გადაცემაში, ან ამაში, ან ნიუსრუმში. თქვენ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორ ბიძაძე, ნინო ბურჯანაძეშვილი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, შუადღის სტუდია რეკლამაზე უნდა გავიდეს. ჩვენ საუბრობდით მის პოლიტიკურ დებიუტზე, ის შემოდის აქტიურ პოლიტიკაში. რამდენიმე წუთში კი კახა კოჟორიძე შემოვა სტუდიაში.